აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია და საერთაშორისო ორგანიზაცია Campus Lions Club თბილისის წარმომადგენლები 8 მარტს თბილისში ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლას ესტუმრნენ. მთავრობის თავმჯდომარემ ქალბატონებს მადლობა გადაუხადა მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის. ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა. ჩვენთვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დევნილი პედაგოგები აფხაზეთიდან და როდესაც ჩვენი მთავრობის თავმჯდომარე მობრძანდა და ჩვენი განათლების მინისტრი, ეს არის ერთგვარი мотиваცია. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი დღე მიმაჩნია ეს დიდი მადლობა მათ ამისათვის. და მე მინდა თელ ჩემს პედკოლექტივს, სოხუმის პირველი საშუალო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივსაც მიულოცე. ალბათ დადგება ის დღე, როდესაც ჩვენს კუთხეს დაუბრუნდებით. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და ყველამ უნდა იზრუნოს ამისათვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გაახსენდა მეორე საჯარო სკოლის პედაგოგები და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი აფხაზეთის განათლების სამინისტროს აი ამ დიდი დაფასებისათვის. ვულოცავ კოლეგებს და მინდა მივულოცო იმ აფხაზ ქალბატონებს, რომლებთანაც არაერთი ლამაზი წუთი გააგვიტარებია და მინდა მთელ მსოფლიოს ქალები იყვნენ ბედნიერები. მინდა ყველა ქალბატონს მიულოცო გაზაფხულის დღესასწაული და რა თქმა უნდა 8 მარტი და დედის დღე. მინდა ყველა ქალი იყოს ბედნიერი, იყოს ღიმილიანი, იყოს ჯანმრთელი. დღეს ჩვენ გვესტუმრნენ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები, რომლებმაც დააფასეს უკვე არაერთხელ ჩვენი პედაგოგები, ჩვენი სკოლა მიულოცეს გაზაფხულის დღესასწაული. მინდა ამ мотиваციისთვის, ამ სიხარულისთვის, დაფასებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ღონისძიების სხვა მონაწილეები იმ დღესვე ვოვა ვეკუა სახელობის აფხაზეთის ნომერ მესამე საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ. ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა ქალბატონებს ღირსეული პედაგოგიური საქმიანობისთვის, ისაუბრა მასწავლებლის როლზე, განათლებული და ჯანმრთელი ახალგაზრდების აღზრდის საქმეში. პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრად ყვავილები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაცეს. აქციას საერთაშორისო ორგანიზაცია Campus Lions Club თბილისის მხარდაჭერით განხორციელდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დღევანდელი დღე მიულოცო ქალთა საზოგადოებას, დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე. განსაკუთრებულად მე გამოვყოფდი მაინც ჩვენს პედაგოგებს, რომლებიც აკეთებენ უზარმაზარ საქმეს. გადავწყვიტეთ პატარა ნობათი, რომელიც ამ დღისადმი განკუთვნილად მივიჩნიეთ ჩვენ, მოგვეტანა ორივე სკოლაში აქ აფხაზეთის ნომერ მეორე და მესამე საჯარო სკოლებში. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა პედაგოგებს გაწეული შრომისათვის და ვუსურვო წარმატებები. თითოეული ჩვენი პედაგოგი ნამდვილად არის მოწოდების სიმაღლეზე. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სკოლების პედაგოგები გამოირჩევიან თავიანთი პროფესიონალიზმით, ჰუმანურობით, ბავშვებისადმი სიყვარულით, მიისწრაფიან იქითკენ, რომ სასწავლო პროცესი უფრო დახვეწონ და უფრო უკეთესი გახადონ. მასწავლებელი პედაგოგი არის უმნიშვნელოვანესი ფიგურა საერთოდ ჩვენ საზოგადოებაში, ვინაიდან ისინი გვიზრდიან ჩვენს ხვალინდელ დღეს, ჩვენს მომავალს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სიმბოლური ესეთი ყურადღებაც, პატივისცემაც, სიყვარულის გამოვლენაც მათ მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მათ უფრო მეტი შეძლონ. ნებისმიერ საქმეს, მით უმეტეს პედაგოგისას სჭირდება შეფასება, დაფასება. პირველ რიგში მინდა მივულოცო ორგანიზაციის სახელით ქალბატონებს ქალთა დღე. დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით მეორე და მესამე საჯარო სკოლაში, სადაც პედაგოგებს გადავეცით სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის სამინისტროსთან ერთად. ძალიან მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა აფხაზეთის მთავრობასთან ერთად Campus Lions Club თბილისს გადაგვეცა დამსახურებული პედაგოგებისთვის 8 მარტს სიმბოლურად საჩუქარი. კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მიულოცავ ქალბატონებს დღევანდელ დღეს.
დღეს ჩვენი სკოლისთვის მართლაც გამორჩეული დღეა. იყო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჩვენთან, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ქალბატონი მანანა ქვაჩახია და რაც მთავარია, ჩვენს პედაგოგებს, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადასცეს საჩუქრები. რისთვისაც უღრმესი მადლობა მათ. ეს კიდევ ერთი სტიმულია იმისთვის, რომ ჩვენმა პედაგოგებმა თავისი მოვალეობა კიდევ უფრო კეთილსინდისიერად შეასრულონ. და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენმა დევნილმა ბავშვებმა მიიღონ არამარტო განათლება, არამედ არ დაივიწყონ თავიანთი კუთხე აფხაზეთი. მე დარწმუნებული ვარ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, როდესაც ცხოვრების ასპარეზზე გავლენ, თავის სათქმელს იტყვიან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზუგდიდში ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის ნომერ 11 საჯარო სკოლის პედაგოგებსაც მიულოცა გაზაფხულის დღესასწაულები და საჩუქრები გადასცა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელამ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა.